აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისსა და თბილისში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ეწვია. დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. სადღესასწაულო საჩუქრები გადაეცა ომში დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ და სოციალურად დაუცველ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს. საახალწლო ნობათები მთელი საქართველოს მასშტაბით 1500-მდე აფხაზეთიდან დევნილს დაურიგდება. პროექტს აფხაზეთის მთავრობა თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ვაგრძელებთ სტუმრობას ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობასთან. დღესაც ვეწვიოთ ქალბატონ ნელის ოჯახს, მიულოცეთ დამდეგი შობა ახალი წელი და დავუპირდეთ 2025 წელი იქნება მეტად ორიენტირებული მათ კეთილდღეობებზე და საჭიროებებზე. აფხაზეთის მთავრობა აწარმოებს სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც მორგებული იქნება აღნიშნული ოჯახების კეთილდღეობისთვის და კიდევ ერთხელ უერთდებით მათ გულოცავთ დამდეგ 2025 წელს. ბედნიერი დღე იყო დღეს, დიდი მადლობა ჩვენი გახსენებისთვის, პატივისცემისთვის, დედაჩემის დაფასებისთვის და რა ვიცი, სიკეთე და კარგად ყოფნა გქონოდეთ ყველა. საჩუქარი ახალ წელს ყველას უყვარს, ყველას უხარია, როგორც მე, ყველაზე მეტად ჩემ პატარა დას.